ხმაური იყო დღეს პროფკავშირების გაერთიანების შენობასთან, სადაც ჭიათურელმა მაღაროელებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მხარეები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. მაღაროელების ნაწილი აცხადებს, რომ პროფკავშირების გაერთიანება მათთან შეთანხმების გარეშე დასაქმებულთა ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, რის გამოც ორგანიზაციას სრულ უნდობლობას უცხადებენ. აქვე გეტყვით, რომ მაღაროელები უკვე 27 დღეა მართავენ საპროტესტო აქციებს და კომპანია ჯორჯიან მანგანეზისგან კუთვნილ ანაზღაურებას ითხოვენ. მაღაროში დასაქმებული პირები ამბობენ, რომ უკვე მესამე თვეა კომპანიისგან არ აუღია დაპირებული 60%-იანი ანაზღაურება, რის გამოც 3000-ზე მეტი ოჯახი მძიმე სოციალურ პირობებშია. ასევე მაღაროელების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნაა, რომ წიაღისეულის მოპოვება კომპანიისგან სახელმწიფომ გადაიბაროს. იანვარში კომპანია ჯორჯიან მანგანეზმა, რომლის მფლობელობაშია ყველა მაღარო ჭიათურაში, მუშაობა დროებით შეაჩერა და თანამშრომლები 60%-იან ანაზღაურებაზე გადაიყვანა. 7 მარტს კი ცნობილი გახდა, რომ ჭიათურაში მიწისქვეშა სამუშაოები აღარ განახლდება. პირველივე დღიდან პროფკავშირების განაცხადა დაიწყო და მე იქ უნდა მოვსულიყავი? მე უნდა დავსულიყავი? დაფიქრდია და შენ რო განწყოს ვინმე? შენ იქ მიხვალ? ბაშები მშიერები მყავს, მშიერები მყავს, ჯოჯილი მშიერი მყავს, ჩამოდი იქა და გაიგე როგორ მეტი არავინ, ხო? კომპანია ვარ და ბიზნესმენი ვარ. ბიზნესმენი კი არა, შენი კოლექტიური მრავლია ყველაფერი. ეს არ არის პროფკავშირები, ეს არ არის ხალხის დამცველი, ეს არის პროვოკატორების ბრიგადა. ბანდ დაჯგუფება. ყველა მიცოდეს, ვინც გაერთიანებაში ჯერ კიდე იმყოფება ამ პროფკავშირების გაერთიანებაში, ეს არის მათი სახე სრულად. ჩვენ იმ ადამიანებთან გვაქვს პრეტენზია, რომელიც ვალდებულია, რომ ჩვენი უფლებები დაიცვას და რომლებმაც ამ ხნის განმავლობაში მიატოვა მშრომელები. მინიმუმ 3500 ადამიანი დარჩა სამსახურისა და შემოსავლების გარეშე. 1 ნოემბერს, როცა კომპანიამ დროებით მასში შეაჩერა სამუშაოები, იქვე ვთქვით, რომ ადამიანები ძალიან ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდებოდნენ, იმიტომ რომ ვერ გადაიხდიდნენ ბანკის ვალებს. თუ გადაიხდიდნენ ბანკის ვალებს, ცოლშვილი დარჩებოდათ მშიერი. იქვე ვეუბნებოდით პროფკავშირს, მობრძანდით რაღაც ზომები მივიღოთ, რაღაცა გავაკეთოთ, ამ ხალხს უშველოთ. ამასთან ერთად 2 წლის განმავლობაში თავმნახშობლობდით მათთან, ვეხმარებოდით როგორც სიტყვით, ასე საქმით, ყველაფრით, რომ მშრომელების უფლებები ყოფილიყო დაცული. ამის შემდეგ გამოდიან ახლა და გვიძახიან რადიკალური დაჯგუფება ვართ. თითქოს ჩვენ შეცდომაში შევყავს ჭიათურელი მაღაროელები, მშრომელი ხალხი და ესენი მათ უფლებებს იცავენ. ახლა ვეუბნები, ჩვენ თუ 10 კაცი ვართ, მინიმუმ 3500 ხუარი. რატო არ მიდიხართ იმ ხალხთან? რატო არ ცდილობთ მათი პრობლემები მოაგვაროთ? სად იყავით 5 თვის განმავლობაში? სად ხართ 27 დღის განმავლობაში, როცა თვითნებურად გამოვიდა მაღაროელები გარეთ? როცა 3 თვეა ხელფასი არ აუღია, ვერ გადაიხადეს კომუნალურები, ვერ დააფურეს ცოლშვილი.